პროვოცირებაც კოკოიტის რეჟიმმა სცადა ცხინვალის რეგიონში, ეს იყო აბსოლუტური თვითშემოქმედება და რუსეთის ფედერაციაც კი არ იყო ამისთვის მზად. გასაგები არის, რომ ამისთანავ თვითშემოქმედებამ შეიძლება ძალიან საშიშ შედეგებამდე მიგვიყვანოს. ამიტომ რუსული მხარე სასწრაფოდ დამეკავშირდა და მთხოვა მოსკოვში ჩასვლა. დღეს მე ვფიქრობ, რომ რუსეთი ისეთივე შეშფოთებულია, რაც ხდება დღეს, უშინ არ ვიცი, დღეს რაც ხდება ცხინვალში, როგორც ჩვენ და დანარჩენი მსოფლიო. თვითნებურად მოქმედებს რუსეთთან შეუთანხმებლად. აი ის რაც თქვენ ბრძანეთ, რომ 9-ჯერ შეიცვალა პოზიციები ესე იგი შეხვედრასთან დაკავშირებით, ეს არის ნათელი დასტური იმისა, მე მართლა მჯერავს, რომ ამ შემთხვევაში რუსები არ ნილუკავიათ, როგორც იძახიან, ხო? არ ხახობენ, ალბათ არ არის სწორი თარგმანი. არ გვატყუებენ, ხო ისინი მართლა ცდილობენ, ეს იყო იქ რაღაცა თელერიკის შეხვედრები და მართლა ცდილობენ, რომ სიტუაციის დეესკალაცია მოხდეს. მე ვლაპარაკე კულახმეტოს, რომელიც ჩემი აზრით ნორმალური და ესეთი ვიტყოდ ეს სანდო ადამიანია, ხო? რომელიც ასევე შეშფოთებულია რაღაც განვითარებების, რომელიც იქით ხარეს ხდება. ხედავთ, რომ იქ უკვე რაღაც თვითნებობებს აქვს ადგილი, ხო და კოკოიტი და კომპანია, მეორე მხარე, რომლებიც უკვე რაღაც თავისი პოლიტიკის და თავისი სტრატეგიის თამაშებს იწყებენ და მაინც და მაინც აღარ უსმენენ უკვე უშინდელ უფროსებს. უბრალოდ აი ეს არის რუსების შფოთის საგანი. მე კი არ ვიძახი, რომ რუსები უცებ გახდნენ ანგელოზები და გაეზარდათ ფრთები. მე ვიძახი, რომ დღეს სიტუაციას რუსებიც კარგავენ. აი რა შედის დღეს რუსეთის ინტერესებში? ამ რუსეთის ინტერესებში შედის ის, რასაც რუსები ცდილობენ გააკეთონ. სტატუს-კვო შენარჩუნება? არა, მოლაპარაკებების დაწყება. ის შეცდომები, რომელიც თავის დროზე იქნა დაშვებული, რომ ეს რეგიონი გატენეს შეარაღებით და რავი, ვითი არ გინდა, ხო? ყველაფრით. ეხლა ეს ისვრის და იმდენად ხმაურიანად გაისროლდა, რომ თვითონ რუსებს უკვე რაღაც გაუშვათ შიშები და სიტუაცია გამოდის კონტროლიდან. ეხლა საწვალებლად ჩვენი და პოლიტიკური რაღაცებისთვის კარგია ეს სამხრეთ ოსეთი რუსეთისთვის, მაგრამ საომრად და სისხლის დასაყრდენად მაინც და მაინც არ გამოდის. პატენტები ევროპელი დიპლომატები ფიქრობენ, რომ სიტუაცია გამოდის კონტროლიდან, დასავლეთის კონტროლიდან. რაღაც მსგავსი თქვით თქვენ რუსეთზეც, რომ რუსეთის კონტროლიდანაც გამოდის. კიდე ჩვენც ვიძახით ზუსტად იგივე, ჩვენ ვაშფოთებს ის, რომ სიტუაცია გამოდის კონტროლიდან. ვისი კონტროლის ქვეშ რჩება პატენტებმა? კოკოიტი. და კოკოიტ შეუძლია აკონტროლოს სიტუაცია რუსეთის დახმარების გარეშე? არა, კოკოიტ შეუძლია არის სიტუაცია რუსეთის დახმარების. მაშინ პატენტები კულახმეტოვის კიდევ ერთ განცხადებაზე საინტერესო იქნება თქვენი კომენტარი. Newsweek-ისთვის მიცემულ ინტერვიუს გულისხმობს, შეიძლება წაკითხული გაქვთ. მან განაცხადა, რომ ასეთი რამე ბოლო 4 წლის განმავლობაში არ მახსოვს, მაგალითად ჩვენს შტაბს ტელეფონები გაუთიშა ქართულმა მხარემ და ეს ხდება მხოლოდ საომარი საბრძოლო მოქმედებების დროს, ამიტომ მას ეს მოყავს როგორც ერთ-ერთ არგუმენტად იმისა, რომ რეალურია მართლაც დღეს აი ახლა ამ სიტუაციის გადაზრდა არაკონტროლირება საომარ დაპირისპირებაში. აი, იქიდან რომ თუ ლაპარაკია ტელეფონებზე 21 საუკუნეში ცხოვრობთ და მე ვფიქრობ მობილური ტელეფონებიც არსებობს, იქ რაღაც თვალსა მეგაფონი მუშაობს, რომელიც ჩვენს მხრიდან და მაინც და მაინც კონტროლირებადი არ არის. ასევე რუს სამხედროებს აქვს თავისი კავშირგაბმულობის სისტემები, ასევე ცოტა გასაოცარია. მე ვფიქრობ, რომ კულახმეტოს უნდა მოგვაწვდინოს თავისი დარდი, რომ სიტუაცია გამოდის მათი კონტროლიდან. სეპარატისტული ხელისუფლების შინაგან საქმეთა მინისტრმა მინძაევმა განაცხადა სააგენტო Media News-თან საუბარში, რომ ჩვენ მეტის მოთმენას აღარ ვაპირებთ და ქართული მხარის მორიგი პროვოკაციის შემთხვევაში დარტყმას მივაყენებთ ქართულ ქალაქებს, განვახორციელებთ დარტყმას გორზე, ქარელზე და ერთ-ერთ თქვენ საკურორტო ზონაზე. რამდენად სერიოზულად აღიქვავს საქართველოს ხელისუფლება ამ ტიპის მუქარებს? მე მინდა გითხრათ, რომ სერიოზულობის ხარისხი არის ნულის ტოლი, იმიტომ რომ ესეთ ტიპის განცხადებები მინდა გითხრათ, ორიგინალური არ არის, ამას იძახდა ხან კოკოიტი, ხან ბაღაფში, ხან კიდე სხვები იძახდნენ ხოლმე და გვემუქრებიან, რომ დაბომბავენ ჩვენ ქალაქებს, რკინიგზებს, ნავთობსადენებს, საკურორტო ზონებს, არ დაავიწყდეთ წყალქვეშა გამოგზავნა მდინარე ენგურში და ფრონეს ხეობაში კიდე. მათ გავუკეთოთ რეზიუმე აქამდე ნათქვამს. ესე იგი, თქვენ ფიქრობთ, რომ კოკოეთი აპირებს სიტუაციის, ცდილობს რომ მოახდინოს პროვოცირება და
ამ პროვოკაციაში ჩაითრიოს რუსეთი. მისი განცხადებები, საერთოდ მთავრობის განცხადებები სამხრეთ ოსეთის, რომ რუსეთი გულგრილი არ დარჩება, რომ ჩრდილოეთ კავკასია გულგრილი არ დარჩება, ჩრდილოეთ ოსეთი გულგრილი არ დარჩება იმის მიმართ, რაც მოხდება. რა არის ეს განცხადებები, რისკენ აკეთებს მინიშნებას ცხელგულიანი ხალხი, მე მგონი ცხელთავიანები უფრო არიან, ვიდრე ცხელგულიანები, იმიტომ რომ ეს არაგულგრილები სად არიან, ხო ვერ მეთქვით. ცოტა გასაოცარი განცხადებებია. რაც შეეხება თქვენი პასუხი მაინტერესებს. ახდენს თორე თუნდაც რუსეთის პროვოცირებას ესეთი ქმედებებით. ცდილობენ ყველანაირად, უფრო მეც გეტყვით და მე როცა ვიყავი ცოტა ხნის წინ რამოდენიმე დღეს წინ კონფლიქტის ზონაში უყურე საიდან არის ნასროლი ჭორვები. და რა შვებიან, იცით? დგებიან რუსების ან გვერდზე ან უკან. და იქიდან გვეცვლიან. რომ ჩვენ რო უპასუხოთ, მოხდეს რუსებსაც. რუსების თანხმობით? ცით რა არის, მე უკვე ესეთი ეჭვი მაქვს, რომ რუსებს აღარც ეკითხებიან. ახლა შეიძლება რაღაც ეტაპზე რუსების თანხმობაც იყო, დახმარებაც იყო, იარაღიც მისცეს ყველაფერი და ახლა გადაიქცა პრობლემად და ახლა ხო იცი ხო ეს შეერაღებული ეძახის მე ჩემთან რა ვარ სახში ვარ, აი თოფი მაგ, ახლა შენ ვინახარ, მე მითხარ რა უნდა გავაკეთო და რაღაც სამადიე წელს რასაც ქვია, თუ შემოქმედება